შენი ცოდი ყველაფერი ეს. რა ეს? რასაც ბაბუა ჩადიოდა. ბაბუა ცუდს არაფერს ჩადიოდა. დრო იყო მაშინ ასეთ. ძნელია ახლა აქ ამის ახსნა. რა შუაშია დრო? შუაში. სხვა დრო იყო და სხვა ისტორიული ვითარება. სამშობლოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა. გარსკენ მტრულად განწყობილი ადამიანები გვერდყნან და გვებრძოდნენ. რაც გვიბრძანებ ამ დროს მტრებისთვის თავზე ხელი გადაესვათ? განაბარათალი მტერი იყო? იყო. არ ვიცი, მე შეიძლება მხატვარი კარგი იყო, მაგრამ ბევრი რამ არ ესმოდა. მე არ მithქვამს, რომ შეცდომები არ გქონდა მეთქი. მაგრამ რა არის ერთი ან ორი ადამიანის სიცოცხლე, როცა საქმე მილიონების ბედნიერებას ეხება. ჩვენ დიდი მიზნები გვამოძრავებთ და ამას დაუკვირდეთ და უფრო ფართო და მასშტაბურად შევხედოთ მოვლენებს. თქვენ ადამიანთა ბედს არითმეტიკული მასშტაბებით უდგებოდით. თავარი პროპორციაა რა? ირონიით ლაპარაკს თავი დაანებე. დრო აიცოდე ჭკუის სკოლოფო, რომ თანამდებობის პირს არა აქვს უფლება კერძო და პირადი მოსაზრებებით იხელმძღვანელოს. ის ყოველთვის საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. კაცი ჯერ ადამიანად იბადება და მერე ხდება თანამდებობის პირი. ცაში დაფრინავ შენ, ცაში და სინამდვილე სულ სხვა. ბაბუა აკეთებდა იმას, რასაც მისგან საერთო საქმე მოითხოვდა. გარდა ამისა, ყველა ის სიტყვა და საქმე, რომელსაც ვარლამს მიაწერდნენ, ყოველთვის მას კი არ ეკუთვნოდა. ბაბუასათვის რომ მეთქვათ, ეს ქვეყანა გადაბუგეო. გადაბუგავდა? იცი რას გეტყვი მე შენ? ბაბუა შენს რომ მივარდი, იმას თავისი ნები და ხელით კაცი არ მოუკლავს. შენ კი 17 წლის ხარ და ადამიანს ესროლე. რა ზნეობაზე მელაპარაკები? მე არ ვიცოდი. რა არ იცოდი? ის ვინ იყო? რა მნიშვნელობა აქვს მაგას ადამიანს ხომ ესროლე? კი ვესროლე. ესროლე და ეს ჩვენს დანაშაულს უფრო ამძიმებს. ვინ ჩვენ დანაშაულს? აი ბაბუა, შემსა და შენ დანაშაულს. მე რა შევდებ ბრავს? იმაში რომ ვარლამს სამართლებ. შენც მისნაერი ხარ და იმაში, როგორ შემიძლია მის მერე მე შენ იმჯეროდეს. შენ არანაკლებ მკვლელი ხარ, ვიდრე მე უფრო უარესიც, იმიტომ რომ ის ქალი არ გეცოდებ. ვინ უნდა მეწოდებოდეს? შენ ხომ არ გაგიჯდი? სათხარ მიაღწევ მის მაგივრად რომ პატიებად ხო? შენ იდიოტი ყოფილ ხარ ყველაფერთან ერთად. ყოველ დღე მამას საფლავიდან მithრის და ამ კახპას კიდე პატიებად ხოვო? მივახრჩო ბაბარას უზამ და შენ ძად მიგაყოლებ თუ ჭკუით არ იქნები. მიცვალებულს კი არა ვისწავლებილ წვინებ.